გამარჯობათ მეგობრებო, თქვენი მყოფებით არსებს უმასწრაივი, მე კი მისი წამყვანი ლევანი გახლავართ. ვიმყოფები ქალაქ ზესტაფონში, ჩემს საყვარელ ქალაქში და თითოეული ზესტაფონელს მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. და არა მარტო ზესტაფონელს, მთლიანად საქართველოსაც. Როგორც იცით, ჩვენ განვიხილავთ ავტომობილების ტესტ დრაივს, დღეს კი ჩვენთან სტუმრად არის 2016 წლიანი Subaru XV Crosstrek. Subaru Crosstrek 2017-იანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ავტომობილი საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ვინ ყიდულობს ახლა ამ ავტომობილებს. ყიდულობს ხალხის ის კატეგორია, ვინც ჩამოყალიბებულია და უკვე იცის თუ რაში უნდა გამოიყენოს ეს ავტომობილი. ანუ ვისაც ქალაქ გარეთ აქვს დაჩა, სოფელი ან ისეთი ადგილი, სადაც უნდა სამოგზაუროს წასვლა, იდეალური ვარიანტია მათთვის. არის კიდევ ხალხის ისეთი კატეგორია, ვისაც არ უნდა ეს დრიფტი, ეს გაზაობა და ასე შემდეგ, უბრალოდ უნდა წყნარი მშვიდი სიარული, ყავდეს ორხიდიანი ავტომობილი ქალაქში გადასაადგილებლად და სწორედ ხალხის მასეთი კატეგორიაც ყიდულობს ამ ავტომობილს. Subaru-ს ბევრი ტესტ დრაივი არის საქართველოში გადაღებული, ყველას თავისი აზრი გააჩნია, ჩვენი შეხედულება გაგვაჩნია და 1-2 ოდეს სიტყვით ახლა მინდა გადავიდე ამ ავტომობილის ვიზუალზე, მიმოვიხილოთ მისი ვიზუალი და დანარჩენს ვიდეოში ნახავთ. პირველი, რო შევხედავთ ამ ავტომობილს, ეგრევე თვალში გვხვდება მისი მომრგვალებული ვიზუალი. აი ძალიან ლამაზი ვიზუალი აქვს, ძალიან დიდი არ არის, საშუალო სტილი აქვს და ლამაზია ძალიან. გადასული ფარები არის, ლამაზი ფარებია, პატარაც არ არის, საშუალოდ კარგი სტანდარტული ფარებია. ასევე აყენია ნიკელის ხაურა შავ დეტალებში თავის Subaru-s ლოგოსთან ერთად და ესეც ძალიან ლამაზია და უხდება. ბამპერი. ბამპერზე ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ბამპერებს რომელსაც სანისლე ფარები აქვს, დაბლა ამასაც რა თქმა უნდა აქვს. ზოგადად უხდება ავტომობილს უფრო ლამაზია და უფრო კაი შეხედულება აქვს სანისლე ფარებთან ერთად. ბამპერი ქართული აყენია, შავი დეტალები აქვს წინ ასევე ამ ბამპერსაც და ვერცხლის ფერზე შავი ზოგადად ძალიან ლამაზად გადის ნიკელთან ერთად. წინ რა შეიძლება მეტი რო ვილაპარაკოთ, ახლა გადავიდეთ გვერდითა ვიზუალზე. ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ავტომობილი არის SUV და SUV-სთან შედარებით, ანუ საკმაოდ მაღლა დგას ეგრეთ წოდებული პასატკა დაკიდების სისტემა, როგორც არის. კარგი არის, მომწონს. ასევე ეს თავის შავი დეტალები, რომელიც გადაყვება მთლიანად ამ ავტომობილს და აკავშირებს წინა და უკანა შიტოკთან ძალიან ლამაზია. ასევე მინდა აღვნიშნო მინების ჩამუქება ყველა ავტომობილს, აი მე პირადად ძალიან მოწონს და მივესალმები, რომ ყველა ავტომობილზე უნდა იყოს მინები დამუქებული, ლამაზია და მაგრამ უხდება. ავტომობილზე აყენია 17-იანი დისკები, ძალიან ლამაზი დისკებია, ალუმინის დისკებია. Subaru სტილში არის გაკეთებული და ძალიან ლამაზია. ასევე ზემოდან აყენია საბარგულის დასადები, ეგრეთ წოდებული დუგები, რომელზეც შეგვიძლია დავადოთ ზემოდან საბარგული და გადავაადგილდეთ, ვიმოგზაუროთ, სადაც გაგვიხარდება ტვირთთან ერთად. ნუ გვერდით მეტი რა შეიძლება რო აღვნიშნოთ, დანარჩენი გადავიდეთ უკანა ვიზუალზე, ოპერატორს თხოვ შევახედოთ უკანა ვიზუალიც. უკან ერთადერთი თვალში ეგრევე გვხვდება მისი ქარხნული ლამაზი სპოილერი და ძალიან ლამაზია, იდეალურია, მე პირადად მომწონს. აი უკნიდანაც ავტომობილს რო შეხედავ, არ იფიქრებ, რომ რაღაც დიდი ჯიპია, ძალიან ლამაზია, პატარა არის,
ფორმებიც იდეალური აქვს, მე პირადად ეხა ძალიან მოწონს ამის ფარები, ლამაზია, დიდი და ეგეთი შეუხედავი ნახდათ არ არის. და რავი, ნორმალურია. რაც შეეხება შიტოქზე საყენია ქარხნული, ვარუ სტილში არის გაკეთებული და ну რავი, საერთოდ ჯამში რა საბაზრო ღირებულებად ავტომობილს გააჩნია, იდეალური ვარიანტი არის. იდეალური საბარგულია. პატარა მანქანა არის, ძალიან დიდი არ არის, როგორც სხვა ჯიპები, მაგრამ საბარგული არის იდეალური. პატარა საბარგული ნახდათ არ არის. ეხლა გადავიდეთ სავარძლებზე. ეხლა სავარძლებზეც მინდა შეგახედოთ 1-2 ოდესიტყვით. ჯდომის პოზიცია აქვს ძალიან მაგარი. აი პატარა მანქანა, ხო, მოდი ესე დავარქვევ ამას, მაგრამ ჯდომის პოზიცია ძალიან მაგარი აქვს, თავისუფლად ზიხარ, არ გძნობ დისკომფორტს იმაში, რომ პატარა ავტომობილია და რაღაც ვერ ეტევი შიგნით. რავი, კარგია, მე პირადად ძალიან მომეწონა. რაც შეეხება სავარძლებს, სავარძლები არის ნაჭერი და ლამაზია. უხდება. ეხლა გადავიდეთ უკანა სავარძლებზე. გადავინაცვლოთ უკან. უკანაც მშვენიერია, მე დაახლოებით 1.78 ვარ სიმაღლეში და აი სივრცე ამ მანქანას აქვს იდეალური. ვერ იტყვი, რომ პატარა მანქანაში ზიხარ და ვერ ეტევი. ერთადერთი ვისურვებდი, რომ ცოტა ჭერის სიმაღლე ყოფილიყო ოდნავ მაღალი, რადგან ჩემზე მაღლამყოფი ადამიანმა შეიძლება თავი ოდნავ გაუსვას, მაგრამ არაფერი. სივრცე დანარჩენი იდეალურია და მე პირადად ძალიან მომეწონა. ეხლა რაც შეეხება ძრავს, ნახოთ რა დევს შიგნით. ავტომობილში როგორც ხედავთ, დევს 2-0 4 ცილინდრიანი, ეგრეთ წოდებული პრასტოი ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 158 ცხენის ძალას და 196 ნიუტონ-მეტრს. 1-2 ოდესიტყვით მინდა შევეხო ამ ძრავს, ძალიან გამძლე ძრავებია, კარგი ძრავებია, 350.000 კილომეტრს გაგატარებ ძალიან უპრობლემოდ, მაგრამ რა თქმა უნდა მიექცეს ყურადღება, ზეთი თავის დროზე უნდა შეიცვალოს და ასე შემდეგ. აუცილებელია ყურადღების მიქცევა. რაც შეეხება ეხლა ამის წვის მაჩვენებელს, ბევრს აინტერესებს, რამდენს წვავს ეს ავტომობილი 100 კილომეტრზე. ქალაქში ზოგადად უწერია 9-10 ლიტრი, ტრასაზე უწერია 7-7.5 ლიტრი, ხოლო შერეულად ავტომობილი წვავს 8-8.5 litrს. ჯიპის ყვალობაზე მე თუ მკითხავთ, შესანიშნავი მაჩვენებელია. მაგრამ ერთი აინტერესებს, ბევრს ყენდება თუ არა ამ ავტომობილზე გაზის სისტემა ზოგადად საქართველოში ძალიან გავრცელებულია, მეტი ეკონომიისთვის, ზოგი თხევად გასაყენებს, ზოგი ბუნებრივ გასაყენებს, მაგრამ მოდი მე გეტყვით თხევადზე, რომ ამ ავტომობილზე რა თქმა უნდა ყენდება თხევადი გაზი. დანარჩენი ეხა სისწრაფეს ამ ავტომობილს რა თქმა უნდა ვერ მოვთხოვთ, ჩქარი არ არის, ჯერ ერთი რომ SUV-ია და SUV-ის ყვალობაზე, რავი, ნორმალურად დაიარება, რაც მე გავტესტე პირადად. აჩქარება 0-დან 100-მდე უწერია 10-10.5 წამი. ну რავი, ნორმალური შედეგია, მაგრამ ჯიპია ბოლოს და ამისთვის მართლა ნორმალური შედეგია. დანარჩენი ეხა გადავიდეთ, როგორი სიარული აქვს, როგორი მანევრი აქვს, მიმოვიხილოთ სალონი და ასე შემდეგ. 1-2 ოდესიტყვით ეხა მიმოვიხილოთ სალონიც. პირველი რაც მინდა აღვნიშნო ამ მანქანაზე, აი როუზი ვარ, თვალთახედვის არეალი არის ძალიან მაგარი. ანუ აკონტროლებ ყველაფერს, ძალიან მაგარია იქეთაც, აქეთაც, ანუ ხედვა გაქვს ძალიან მაგარი. არის ზოგი ავტომობილები, რომელსაც ეს ეგრეთ წოდებული ეს სტოიკა აქვს ისე დახრილი, რომ გვერდით ამხარე არ ჩანს ხოლმე, მაგრამ ამაზე ძალიან მაგარია და ერთი ეგ მომეწონა და პლუსი ეს, რომ მაგარი ხედვის არეალი გაქვს ამ მანქანაზე. სტანდარტულად ეხა მივყვეთ ტორპედო, დავიწყოთ ტორპედოთი. ტორპედო, ну რა თქმა უნდა, ეხა პლასმასი არის, ზოგადად Subaru-ებში ძალიან გამოყენებულია პლასმასები, მაგრამ აქ თითქოს რბილი რეზინოვანი მასალაც არის გამოყენებული, ეარულის დროს არ ხმაურობს და ცუდი არ არის. ლამაზი ტორპედოა, მინდა ეგეც აღვნიშნო, ძალიან ლამაზია, მომეწონა. ახალ მანქანებში, რაც ახალი მანქანები გამოდის, უფრო და უფრო იხვეწება ტორპედოს სტილიც, ამისით ძალიან მაგარია და მომეწონა. შუაში გვიყენია თავისი ქარხნული აუდიოს დისპლეი სისტემა, ну არის ზოგი მოდელები, რომელსაც შედარებით დიდი დისპლეი მონიტორი აქვს ჩაყენებული, გააჩნია კომპლექტაციას, ამაში ეს გვაქვს ქარხნულად დაყენებული. ჩვენებელთა დაფა სტანდარტულია თავისი და მომწონს ლამაზია, მაგრამ ერთი რაც თვალში დამაკდა და ზოგადად ახალ მანქანებში არ გვხვდება არის წყლის მაჩვენებელი, სულ აღვნიშნავ და ვიძახი, რა გაუხდათ ერთი წყლის მაჩვენებლის ჩაყენება.
როგორც ძველად მანქანებში იყო, რომ უყურებდეთ რამდენზე დგას წყალი, აი ზოგს კი არ აინტერესებს და არ უნდა, მაგრამ არის ხალხის კატეგორია, ვისაც ევასება, უყვარს და აინტერესებს და უნდა რომ ნახულობდეს თუ რამდენზე დგას მისი მანქანის წყლის ტემპერატურა. ეს აუცილებელია და ვისურვებდი რომ ბევრ ახალ მანქანებში ჩაყენებული იყოს წყლის მაჩვენებელთა დაფა. დანარჩენი რაც შეეხება მაჩვენებელთა დაფა ნორმალურია, ეს მანქანა ამერიკიდანაა ჩამოყვანილი, ამერიკულია და მაჩვენებლები მილებში გვაქვს. აქ არ გვიყენია კლიმატ კონტროლი, სტანდარტულად გვაქვს კონდიციონერი, ფეჩი და მისი ფუნქციები. ასევე არის ლამაზი სათავსო აქვს დაბლა, ჩვენიერია, მომეწონა, ანუ ტორბედოს ვიზუალი არის ძალიან მაგარი. და ერთი მინდა აღვნიშნო კიდევ საჭე. საჭე ზოგადად ყველა მანქანებში თავისებურია, მაგრამ ეს საჭე აი Subaru სტილშია გაკეთებული. ძალიან მაგარი საჭეა, მომეწონა, ხელშიც მაგრად ძის, არ არის ძალიან დიდი საჭე, ლამაზია, კომფორტულია და აი ძალიან მაგრა მომეწონა Subaru საჭის ვიზუალი. თავისი ტრაკ ფუნქციები მულტისაჭი არის და ძალიან მაგარია. მე პირადად პლუს ჩაუწერდი ამ საჭეს. ასევე გვიყენია გიარ შიფტერები საჭეზე. ნუ ეხლა რა თქმა უნდა ეს სპორტული ავტომობილი არ არის, მაგრამ ახალი მანქანაა და ყველა ახალ მანქანებში როგორც ხდება, ამაშიც გვაქვს გიარ შიფტერები. მაგარი საჭია და რა ვიცი, პლუსი ძალიან ლამაზი საჭია, მომეწონა თავის გადაკრული ტყავით. შეეხება გადაცემათა კოლოფს, გადაცემათა კოლოფი აყენია ვარიატორის ტიპის, არ აქვს გარტყმები, ძალიან კარგად დადის და ვერძნობს სიჩქარის შეცვლას. კაიკაროვკაა მომეწონა. გვაქვს ასევე სათავსოები, ხელის დასადები, ეგრეთ წოდებული ბარი, ბარშიც კიდევ ძალიან დიდი სათავსოა. ნორმალურია, კაია ძალიან. ნუ მეტი რა შეიძლება, ჭერი ქარხნულია, ნაჭერის ჭერი არის, გვაქვს ლუქი. საერთო ჯამში ამ საბაზრო ღირებულებიდან რა მანქანაც ეზღირს, ნორმალურია და ცუდი ნახდათ არ არის. სიარულის მინდა შევეხო 1-2 ოდესიტყვით კიდევ მანევრში ძალიან მაგრად მოგყვება ეს მანქანა, კაი მანევრი აქვს და რავი, კაია. დანარჩენი ახლა ჯიპია და ჯიპს როგორ ჩვევია, გადავიდეთ უგზოობაზეც, შევხედოთ როგორ დადის უგზოობაში, გასვლა როგორი აქვს, ზოგადად Subaru ცნობილია თავისი all-wheel drive სისტემით, ძალიან მაგარი კვადრო სისტემა აქვს და ნახოთ დანარჩენი უგზოობაში როგორ გამოიჩენს თავს. რაც შეეხება სიარულს, სალონს, მე პირადად მომეწონა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ არის ადამიანთა კატეგორია, რა თქმა უნდა და გემოვნებაზეა დამოკიდებული, ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს. ზოგი იმასაც იძახის, რომ აი ხმელი მანქანაა და რაღაც და აქეთ და იქით და სიარულში რაც აღვნიშნე, არანაირი ხმა არ შემოდის, საჭეც მაგარი აქვს, ტორბედოც ნორმალურია და ჯდომის პოზიცია ამ მანქანაში არ მიგზნია ისე, რომ აი თითქოს დისკომფორტი ვერ დავტეულიყავი და რაღაც ჯდომის პოზიცია და თვალსაჩინოს არეალი აქვს, ძალიან მაგარი ამ მანქანას და ეს ამის პლუსი რა თქმა უნდა არის.
როგორც ხედავთ, პატარა უფროად ტესტის ჩაუტარეთ ჩვენ მანქანას. Ну, რა თქმა უნდა, ეხა ამაზე საბურავები MS-ები აგია, ჩვენ ვიარეთ ტალახიან ზედაპირზე, ტალახში თავისი პაგრიშკები უნდა ამ მანქანას და უფრო შედარებით მაგრათივლის. ერთი-ორი სიტყვით მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგადი არა, არ ვიცი ხა ვიდეოში გამოჩნდა თუ არა, მაგრამ საკმაოდ კარგი აღმართიც იყო, საკმაოდ კარგი ტალახიც იყო და საერთო ჯამში იდეალურად იარა ამ მანქანამ. რო ქონოდა ტალახის საბურავები, უფრო უკეთესადაც ივლიდა. რაც შეეხება შევაჯამოთ ახლა, თუ ვინმე ხართ დაინტერესებული ამ ავტომობილის შეძენით, იდეალური ვარიანტია როგორც საოჯახოდ და ისე სამოგზაუროდ სასიარულოდ, ყველგან მიხვალთ, ყველგან ნახავთ თქვენ საყვარელ ადგილებს. ერთი მინდა გირჩიოთ, რომ თუ ამ მოდელის ყიდვით ხართ დაინტერესებული, აუცილებლად იყიდეთ 2016 წლიდან ზემოთ, რადგან მასში უფრო გაუმჯობესებულია ის რიგი დეტალები, რაც მანამდე ხარვეზებად ითვლებოდა. 2016 წლიდან იყიდეთ და იდეალური ვარიანტი იქნება. რაც შეეხება ამ ავტომობილს, მე პირადად მომეწონა, ძალიან მაგარი ავტომობილია, რბილათაც დადის, საოჯახოდ და 4x4-ზე სატარებლად ძალიან მაგარი ავტომობილია. რეკომენდაციას ვაძლევ, რა თქმა უნდა, იდეალური მანქანა. ბოლოს ერთი მინდა აღვნიშნო, თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი, აი subscribe ღილაკ. თქვენ მაგაზე დიდი ზაჭერით არაფერი არ დაგაგდებათ, ჩვენ კიდევ ჩვენთვის სტიმული იქნება, რათა მომავალში უფრო მეტი საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის, ყურებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.